ეს სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რბოლაა. რბოლა, რომელშიც მოტოციკლისტები 300 კმ/სთ სიჩქარით საჯარო გზებზე დაფრინავენ. რბოლები იმდენად სახიფათოა, რომ მასში გამარჯვების მოპოვების სურვილს 280-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოდარა გასაკვირია, რომ საზოგადოების ნაწილი მათ აკრძალვას აქტიურად ითხოვს და ითხოვდა. თუმცა ორგანიზატორები, გულშემატკივრები და რაც მთავარია, თავად მრბოლელები ამის უფლებას არც ახლა და არც წარსულში არავის აძლევდნენ. რატომ? ერთი შეხედვით ყველას ლოგიკური შეკითხვა გვემატება. რატომ არ იკრძალება რბოლები, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა? გირჩევთ დაგვიჯეროთ და ვიდეოს დასრულებამდე ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავოთ. რა იცით, იქნება ამ რამდენიმე წუთში თქვენც ისე შეგიყვარდეთ ეს წარმოუდგენელი სიგიჟე, რომ მის დამცველთა რიგებში გადაინაცვლოთ. ამ ვიდეოში I love men თითის შესახებ მოგიყვებით. ხო მართლა, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ კრისტალ აუტოს არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. თქვენ წინაშე თითის 59 კილომეტრიანი ტრასის ყველაზე სწრაფი მონაკვეთი. აქ მრბოლელები ხშირად 320 კმ/სთ-საც კი აჭარბებენ. ხშირ შემთხვევაში ამ სიჩქარეზე ტრასას მოტოციკლის მხოლოდ ერთი ბორბალი თუ ეხება. ისიც გაჭირვებით. ეს რბოლები რიგითი ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის. არც რიგითი მრბოლელებისთვის. ეს სერია ჩვეულებრივი შეშლილებისთვისაა. რამდენიმე შეურაცხადის შესაძლოა გეცნოთ კიდეც. პიტერ ჰიკმენი, კონორ კუმინსი, ჯონ მაკინესი და რა თქმა უნდა მაიკლ დანლოპი. თითეული მათგანი I love men-ის გამოცდილი მრბოლელები არიან. თუმცა მაიკლ დანლოპი მაინც გამორჩეული მოვლენა. ის თითის რბოლების გენეალოგიური შტოს წარმომადგენელია. რობერტი, მამამისი, ჯო ბიძამისი და უილიამი მაიკლის ძმა. დანლოპების დინასტია ჩემპიონატში დაახლოებით 40 წელს ითვლის. თუმცა ეს ოჯახი თითის დიდებაზე მეტია. წარმოგიდგენიათ, მაიკლი დანლოპების დინასტიის ერთადერთი გადარჩენილი წევრია. მამამისი, ბიძამისი და მისი უფროსი ძმა, სამივე მათგანი რბოლების დროს დაიღუპა. Oh my god. He's dead. აზრადაც არ გაივლოთ, რომ მაიკლმა თითიზე უარი თქვა. ან ჩემპიონატში სიკვდილიანობა წლების გასვლასთან ერთად შემცირდა. არც უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს გამოუღია მნიშვნელოვანი შედეგი. მათი უნარობის დასტურია ის, რომ მხოლოდ 2022 წელს რბოლებს 5 მონაწილე შეეწირა. ყველაზე მეტი 10 მრბოლელი კი 2005 წელს დაიღუპა. თითის დაწყებიდან 120 წლისა და ასობით ადამიანის სიკვდილის შემდეგაც ფაქტია, რომ ჩემპიონატი წარმატებით გრძელდება. ამ რბოლების ხასიათიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდებათ, რომ I love men-ის საფუძვლად ერთგვარი პროტესტი იქცა. უფრო კონკრეტულად კი 1903 წელს შემოღებული საავტომობილო კანონმდებლობა, რომელიც ქვეყნის მაგისტრალებზე დასაშვებ სიჩქარეს 22 კმ/სთ-მდე ზღუდავდა. ეს რეგულაცია ადგილობრივ ქალაქებს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების უფლებასაც უტოვებდა. იმ დროისთვის ევროპის რიგ ქვეყნებში რბოლები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. კანონმდებლობით შეწუხებულმა ბრიტანელმა მრბოლელებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება დიდ დაბრკოლებად აღიქვეს. გამოსავლის ძიებაც მალევე დაიწყეს. მოძრაობას სათავეში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის საავტომობილო კლუბის მდივანი სერ ჟულიან ორდი ჩაუდგა. ორდი თვლიდა, რომ ახალი კანონი ქვეყანაში მაღალი წარმადობის ავტომობილების განვითარებას ხელს შეუშლიდა. ხარდაჭერის მოსაპოვებლად ის გაერთიანებული სამეფოს თვითმმართველ ტერიტორიაზე, მენის კუნძულზე გაემგზავრა. მენის კუნძული თვითმმართველი იყო, თუმცა მას ბრიტანეთის ჯარი იცავდა. კუნძულის საგარეო ურთიერთობებს კი გაერთიანებული სამეფო უწყებოდა. ამის მიუხედავად, საშინაო საკითხები კუნძულის ადგილობრივი პარლამენტის უფლებამოსილებაში რჩებოდა. ორდი საკმაოდ მეგობრული ადამიანი იყო.
მან კუნძულის რამდენიმე მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, ეგრეთ წოდებულ მანქსებთან ერთად, ამ საჭირბოროტო საკითხის განხილვა ვიწრო ვახშამზე გადაწყვიტა. ამ ვახშამზე ორდიმ მენის წარმომადგენლობას ბრიტანული ავტომობილების განვითარებისთვის რბოლის ორგანიზება სთხოვა. თემის დადებითი მხარეები კი იმდენად კარგად წარმოაჩინა, რომ კუნძული რბოლების ჩატარებისა და ავტომობილების განვითარების შესაძლებლობით აღფრთოვანებული დარჩა. საქმე დაიძრა. ძალიან მალე, 1904 წელს, მენის კუნძულის მმართველობამ საავტომობილო გზების წესები დაამტკიცა. გორდონ ბანეტ კარის საცდელი რბოლებისთვის 84 კილომეტრიანი ტრასაც მოეწყო. დიახ, მენის კუნძულის რბოლებზე თავდაპირველად მონაწილეები ავტომობილებით ასპარეზობდნენ. საცდელი სესიებიდანაც ჩანდა, რომ ეს წამოწყება წარმატებისთვის განწირული იყო. პირველმა ტრიუმფატორმა კილფოლდ ერლიმ 5 წრე 7 საათსა და 26 წუთში დაფარა. მომდევნო წელს გამარჯვება კვლავ ერლის დარჩა. მან ერთით მეტი წრე ბევრად ნაკლებ დროში 6 საათსა და 6 წუთში გაიფრინა. რბოლები ინტენსიური ხდებოდა, მაგრამ მაყურებელსაც უფრო მეტი სურდა. მეტი სისწრაფე, მეტი მღელვარება და რაც მთავარია, მეტი საფრთხე. და სწორედ ამ წელს, 1905-ში, ტრასაზე პირველი მოტომრბოლელებიც გამოჩნდნენ, მაგრამ მათ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის კონკრეტული დრო ჰქონდათ განსაზღვრული. მოტოციკლებისთვის რბოლები ავტომობილების შემდგომ მეორე დღეს ინიშნებოდა. ახლა უკვე მენის კუნძულის რბოლებს International Motorcycle Cup Race ეწოდებოდა, მაგრამ მაშინ მოტოციკლები ისეთი სწრაფი და მხეცური ვერ იყო, როგორიც დღეს არის. ნაკლები სიმძლავრე და სისწრაფე ტრასის ციცაბო ფერდობების დასაპყრობად საკმარისი ზოგჯერ არც იყო. ამ მიზეზით ორგანიზატორებს ტრასის ორბორბლიან, ნაკლები ძალის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე მორგება მოუწიათ. ახალ მარშრუტზე პირველი გამარჯვებულიც გამოჩნდა. ეს ადამიანი J.S. კამბელი იყო. მან ტრასა 4 საათში, 9 წუთსა და 36 წამში დაფარა. ამ წარმოუდგენლად სწრაფი შედეგის დამყარებისას მისი მოტოციკლი მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ აალდა. ეგ არაფერი. მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა. განსაკუთრებით მათ მოტომრბოლელების გამოსვლები მოსწონდათ. საზოგადოების დამოკიდებულებამ შედეგი გამოიღო და რბოლების ახალმა სახეობამაც წარმატებას მიაღწია. 1907 წლის იანვარში მოტორბოლებს სათაურებში უკვე ცალკე ადგილი ეთმობოდათ. ორგანიზატორებიც საკითხს მეტი სერიოზულობით უდგებოდნენ და ახალი მითითებებიც წამში გამოჩნდა. ფრანგმა აკადემიკოსებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების IQ, რომლებსაც კრისტალ აუტოს არხი აქვთ გამოწერილი, აინშტაინის IQ-ზე ბევრად მაღალია. გამოიწერე ჩვენი არხი, გააოცე ყველა. ამ დღიდან ღონისძიება 2 კლასის რბოლებს უმასპინძლებდა. 40 კილომეტრი litrამდე სვლის მარაგის 1 ცილინდრიანი და 30 კილომეტრი ლიტრის 2 ცილინდრიანი მოტოციკლებისთვის. განისაზღვრა რეგულაციებიც და უსაფრთხოების ზომებიც. 1907 წლის მაისი, თარიღი, როდესაც ოფიციალურად International Auto Cycle Tourist Trophy დაიწყო. თუმცა ბევრისთვის ეს შეჯიბრება კვლავ მენის კუნძულის სახელთან ასოცირდებოდა. არავინ უარყოფდა, რომ ჩემპიონატს წინ დიდი წარმატება ელოდა. რბოლების სახიფათო ბუნება მალევე გამჟღავნდა. დაწყების წელს ჩემპიონატის 26 მონაწილიდან რბოლა რეალურად მხოლოდ 13 მათგანმა დაასრულა. ყველაზე სწრაფი წრის ავტორი ჩარლი კოლიერი გახლდათ. ამ წარმატებაში მას 3.5 ცხენის ძალის მქონე მოტოციკლი ეხმარებოდა. რბოლები ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო. მათში მონაწილეობის სურვილს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამდა. ჩქარდებოდა მოტოციკლები, უმჯობესდებოდა წრის რეკორდებიც. 1911 წლისთვის ტრასა კიდევ ერთხელ შეიცვალა. ახალი დაგეგმარებით გზის მონაკვეთის 60 კილომეტრის სიგრძის იყო და მას Snaple Mountain Course ეწოდებოდა. ცვლილებებთან ერთად ჩემპიონატი გაფართოვდა. გამოჩნდა ახალი სახეობებიც. მათ შორის იყო Junior TT. ტერიტორია რბოლების საყურებლად მოსულ მაყურებელს ვეღარ იტევდა, რის გამოც ორგანიზატორებს ტრასის გასწვრივ ტრიბუნების დამატება მოუხდათ. ამ რბოლებს მხოლოდ ადგილობრივი ხასიათი აღარ ჰქონდა. საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლამაც არ დააყოვდა. უფროს კლასში ერთი მრბოლელი, ოლივერ გოტფრი ასპარეზობდა. ის შეჯიბრებაში მონაწილეობას თავისი ინდიანით იღებდა. სწორედ ამ მოდელით მან უსწრაფესი შედეგი 3 საათი და 56 წუთი დააფიქსირა. მოტოციკლმა რეალურად 3 პოდიუმი დაიმსახურა, რაც ამერიკული მწარმოებლისთვის რეკორდული შედეგი გახლდათ. როგორც ხედავთ, სერ ჟულიანმა ავტომოტოსამყაროსთვის მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი დაიწყო.
მას შემდეგ I Love Men-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რბოლად იქცა. მაყურებლებს სანახაობა იზიდავდა. სანახაობას კი ტრასაზე მაღალი სისწრაფით მფრინავი შეშლილი მრბოლელები ქმნიდნენ. მაგრამ სიჩქარის ზრდასთან ერთად იზრდებოდა დაღუპულთა რაოდენობაც. მენის კუნძულის პირველი მსხვერპლი ვიქტორ სურიჯი იყო. ის ვარჯიშისას სხვა მრბოლელის გადასწრებას ცდილობდა, რა დროსაც თხრილში გადავარდა. ექიმების თქმით, ამ სიჩქარით შეჯახებისას მისი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. სურიჯის ტრაგიკული აღსასრულის მიუხედავად, ეს შემთხვევა სერიოზულ საფრთხეთ არავის აღუქვამს. უბრალოდ ბედის უიღბლობას მიაწერეს და ცხოვრებაც განაგრძეს. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ სურიჯი მხოლოდ პირველი იყო. პირველი ასობით მსხვერპლს შორის. ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა. შაბათ-კვირის გასართობი სასიკვდილო რბოლებად იქცეოდა და როცა ამას გეუბნებით, ნამდვილად არ ვაჭარბებთ. 1911 წლის პირველი ფატალური შემთხვევიდან დღემდე თითის ტრასას 266 მოტომრბოლელი შეეწირა. კიდევ ერთი პირი მანქანით რბოლას ემსხვერპლა. 2-ც საჩვენებელ წრეს. ამას დამატებული ჩემპიონატის 5 ოფიციალური წარმომადგენელი და 2 გულშემატკივარი. ეს კი მხოლოდ იმას მოწმობდა, რომ ამ რბოლებში საფრთხის ქვეშ მრბოლელებთან ერთად გარე პირებიც იყვნენ. კიდევ რამდენიმე საბედისწერო ინციდენტზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით. ახლა სტატისტიკას დავუბრუნდეთ. უახლესი მონაცემებით, დღემდე შეჯიბრების განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 280 ადამიანს აჭარბებს. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ყველა ეს პირი უშუალოდ მენის კუნძულის რბოლების დროს არ გარდაცვლილა. ამ რიცხვებში მენქსის გრან-პრისა და 1940-იანი 50-იანი წლების ბოლოს კლაბმენ თითი რბოლების სერიის დროს დაღუპული მრბოლელებიც ითვლებიან. ხოლო ოფიციალური ვარჯიშისა ამ რბოლის დროს კი მსხვერპლთა რაოდენობა 155 ადამიანს მიაღწია. ფატალური შემთხვევების მიუხედავად, ჩემპიონატი გაფართოებას და პოპულარობის მოხვეჭას განაგრძობდა. მოყვარული მრბოლელებისთვის I Love Men თითის ალტერნატივაც გამოჩნდა. მენქსის გრან-პრი. ხოლო კიდევ ერთი კლასი, კლაბმენ თითი მასობრივი წარმოების მოტოციკლებისთვის 1947 წლიდან 1956 წლამდე იმართებოდა. ეს კლასები მხოლოდ დამწყებ და უცნობ მრბოლელებს იღებდა, რომლებიც სპორტში თავიანთი პირველი ნაბიჯებისთვის ემზადებოდნენ. თითის ვარსკვლავებს კი მათში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. რბოლები არც დამწყებებისთვის გახდათ რაიმე მხრივ უსაფრთხო. ახალ ბედების ამ ტრასაზე გაშვება წარმოუდგენელი სიგიჟე იყო. მით უმეტეს ტრასის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბევრი გამოცდილი მრბოლელიც კი უიმედოდ იმტვრეოდა. ასეთ სახიფათოდ დამკანცველ რბოლაში მონაწილეობა ბევრი ახალ ბედასთვის ცუდად დასრულდა. ფაქტი ერთია, რაც არ უნდა გამოცდილი ყოფილიყავით, თითის რბოლებში მონაწილეობა ბეწვის ხიდზე გავლის თოლფასი იყო. თუმცა იყო სასწაულებრივი წლებიც. წლები, რომლებიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მაგრამ ეს ისეთი იშვიათობაა, რომ გთხოვთ მხოლოდ ამის იმედზე თითის სასაკლაოში ნუ ჩაერთვებით. რეალურად 1937 წლიდან მოყოლებული თითის რბოლებმა უმსხვერპლოდ მხოლოდ 3-ჯერ ჩაიარა. პირველად 1982 წელს, ხოლო უკანასკნელად 2023-24 წლებში. ამ რბოლებს მონაწილეებზე არანაკლებად შეშლილი გულშემატკივრებიც ჰყავს. თითქმის ყველა მრბოლელი იქნება ეს თუ უბრალოდ წინა რიგებში მყოფი გულშემატკივარი ან გართობისთვის სიცოცხლეს რისკავენ. იმის ალბათობა კი რომ რომელიმე მათგანი მაინც დღის ბოლომდე ცოცხალი ვერ მიატანს, საკმაოდ მაღალია. და უსაფრთხოება? ეკითხავთ ახლა, წლების განმავლობაში უსაფრთხოების ზომების თანდათანობით გამკაცრების მიუხედავადაც კი თითის ტრასას ადამიანები ეწირებოდნენ. თან როგორც ხდება ხოლმე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას ორგანიზატორები სწორედ ფატალური ინციდენტების შემდეგ იწყებენ. წარმოიდგენდით, რომ რბოლებისას ჩაფხუტის ტარება სავალდებულო 1914 წლიდან გახდა. ეს მას შემდეგ, რაც 1913 წლის შეჯიბრებისას ფრენკ ბეიტმენი დაიღუპა. 1927 წელს ვარჯიშისას ღია გზაზე მოძრავ თევზაჭერ ფურგონთან შეჯახებას კი არჩი ბირკინი ემსხვერპლა. ამ ფატალური შემთხვევის შემდეგ ორგანიზაცია გზებს ვარჯიშების დროსაც კეტავდა. ტრაგიკულ შემთხვევებს დასასრული მაინც არ უჩანდა. კიდევ ერთი ფატალური ინციდენტის მომსწრენი 1924 წელს გავხდით. სიდ კრაბტრის ავარიის მიზეზად ძლიერი ნისლი იქცა. მრბოლელს ავარიიდან 9 საათზე მეტხანს უშედეგოდ ეძებდნენ. სანამ შემთხვევითი გამვლელი კრაბტრის სუსიცოცხლო სხეულს არ წააწყდა. მისი შემზარავი სიკვდილიდან მეორე წელს ჩემპიონატში 2 მარშალი დაამატეს. მარშალებს დაკარგული მრბოლელების ძებნა დაევალათ.
თუმცა იმავე წელს ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე, დაგ ჯეი პიერი, კვლავ ნისლში დაბალი ხილვადობის მიზეზით დაიღუპა. ამ შემთხვევამ ორგანიზატორები აიძულა უკვე 1926 წელს ჩემპიონატის წესდებაში კიდევ ერთი ცვლილება შეეტანათ. ამ ინდის გაუარესების შემთხვევაში რბოლები მეორე დღეს იმართებოდა. უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ამით არ დასრულებულა. 50-იან წლებში ჩემპიონატში კიდევ არაერთი რეგულაცია დაინერგა. განხორციელდა ტრასის რეკონსტრუქციაც. გაფართოვდა გზები, ხოლო შენობები, რომლებიც ტრასასთან სახიფათო არეალში იყო, დაინგრა. მაგრამ რეალური საშიშროებები მაინც არ საწასულა. 1970 წელს მენის კუნძულზე გამართულ თითი რბოლაზე 6 ადამიანი დაიღუპა. ამან ჩემპიონატს ტრასების კიდევ უფრო მეტად გაფართოებისკენ უბიძგა. მაგრამ გამოსავალი არ საიდან ჩანდა. გამკაცრებული ზომების მიუხედავადაც, გამოდის რომ მოტომრბოლელების სიჩქარე ორგანიზატორების შესაძლებლობებს საგრძნობლად აღემატებოდა. რბოლა არც ახალ ბედებს ინდობდა. 2004 წელს ჩემპიონატის სახელწვეული სერგ ლემუალი პირველი ვარჯიშის დროს ავარიაში მოყვა და დაიღუპა. ამ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ ჩემპიონატში ახალ ბედებისთვის გაცნობითი სიჩქარის კონტროლის წრე შემოიღეს. თუმცა იმავე წელს ჩემპიონატმა კიდევ ერთი მრბოლელი იმსხვერპლა. შვედი ხუაკიმ კარლსონი კირკ მაიკლის მოსახვევში მაღალი სიჩქარით შევიდა და დაიმტვრა. ინციდენტის ფაქტი ამძაფრებდა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა პირდაპირ ადგილობრივების მარჯორი და იან ფორესტების სახლის წინ მოხდა. ისინი არა მარტო ავარიას შეესწრნენ, ინციდენტის ტრაგიკულობაც სრულიად თავიანთ თავზე გამოცადეს. მრბოლელი ფაქტობრივად მათ ეზოში გარდაიცვალა. ყველაზე ცუდი კი ის ფაქტი იყო, რომ ავარიების სიუხვის გამო სამაშველო ვერტმფრენმა ცხედრის გადასაქმნად დროულად ვერ მოიცალა. ექიმებს კარლსონის სხეულის შეფუთვა და ვარჯიშის დასრულებამდე ოჯახის ეზოში დატოვება მოუხდათ. ამ შემზარავ ინციდენტს 2018 წელს ახლა უკვე დამხმარე მანქანის ავარია დაემატა. ამ ავარიას წინ მრბოლელის დენ ნინის საშინელი ინციდენტი უწყვეტა. მის დასახმარებლად წასული პოლიციელები შემთხვევის ადგილზე სწრაფად მისვლის მიზნით მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ. ამავდროულად ტრასაზე მყოფი მრბოლელები უკან უახლოესი ტრიბუნისკენ ბრუნდებოდნენ, რათა გზა გაეთავისუფლებინათ. სწორედ ამ დროს მრბოლელი სტივ მერსერი მოსახვევიდან მაღალი სიჩქარით შემოსულ დამხმარე ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც პერსონალი გადახავდა. საბედნიეროდ მერსერი გადარჩა, თუმცა 5 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომდევნო 5 თვეც საავადმყოფოში გაატარა. მერსერის ავარიის შემდეგ ჩემპიონატში ახალი წითელი დროშის პროტოკოლი ამოქმედდა. რეგულაციით მრბოლელებს ავარიის დროს ტრასაზე გაჩერება დაევალათ, მანამ სანამ ინციდენტის სრულად არ აღმოიფხვრებოდა. მათ მხოლოდ ტრასის მიმართულებით შეეძლოთ მოძრაობა, კოლონის წინა და უკანა მხარეს და ისიც მხოლოდ თითის მარშლების თანხლებით. გამოდის, რომ ჩემპიონატი წლების გასვლასთან ერთად უსაფრთხო ხდებოდა. თუმცა ეს ძირითადად მხოლოდ ფატალური ავარიების შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე სწავლის შედეგად. გაუფრთხილებლობა კი თითის ასობით მრბოლელის სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. ფაქტია, თითქმის 100 წლის შემდეგ სერ ჯულიან ორდის წინასწარმეტყველებაც გამართლდა. თავისუფლების მინიჭებასთან ერთად ავტომობილები სულ უფრო სწრაფები გახდნენ, მაგრამ მაშინ ორდი რასი ფიქრებდა, რომ ეს სწრაფი ასობით ადამიანი შეიწირავდა. დღესაც გააზრებული საფრთხისა და მსხვერპლთა რაოდენობის მიუხედავად, I Love Men თითის პოპულარობა არ დაუგარგავს. პირიქით, 2019 წელს ჩემპიონატს რეკორდული 46,000-ზე მეტი მაყურებელიც კი ჰყავდა. შემდეგ რბოლა 2 წლით პანდემიის გამო შეწყდა. პანდემიის შემდგომ ჩემპიონატი ჩვეულებრივ გაგრძელდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მაყურებელს თითი ყველაფრის მიუხედავად უყვარდა. თუმცა როგორ შეგიძლია ეს სისასტიკე არ გიყვარდეს? თითის რბოლები ხომ ჩვენ პლანეტის ყველაზე სწრაფი და შეშლილი სანახაობის მონაწილეებად ვაქცევს. ავტომობილების შემთხვევაში ეს მღელვარება შედარებით რთული ახსაქმელია. მოტოციკლებზე კი პირიქით. ექსტრემალური გადაღებები, უნიკალური კადრები, რეკორდული წრეები და თუ ძველი შედეგები გახსოვთ, უახლესი რეკორდებიც უნდა მოისმინოთ. ეს პიტერ ჰიკმენია 2018 წელს თავისი BMW S1000 არარით. მან გამოსვლა 16 წუთსა და 42 წამში, მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 220 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარე დაასრულა. შემდეგ არის მაიკლ დანლოპი,
რომელიც დღემდე რეკორდსმენია სუპერსპორტისა და lightweight თითის კლასებში. და ჯენიტინ მაუთი, უსწრაფესი ქალი მრბოლელი, Ironman თითიზე, 18 წუთი, 52 წამი, CBR 1000 არ არით. ერთ-ერთი ყველაზე სახალისო კლასი, ალბათ საიდქარებია. ეს კლასი რბოლების სიას 1923 წელს შეემატა და პოპულარობას დღემდე არ კარგავს. თუმცა ჩემპიონატს ერთი ისეთი წელიც ახსოვს, როდესაც რბოლებისთვის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა. ეს ყველაფერი საშინელებაა. უბრალოდ შეხედეთ ამას. მანამდე კი გეტყვით, რომ სლაიდქარებში ყველაზე სწრაფი წრე ძმებ ნენ და ტომ ბირშელებს ეკუთვნით. თავიანთი Honda CBR-ით. ძმებმა წრის საშუალო სიჩქარედ 200 კმ/სთ დააფიქსირეს. წარმოგიდგენია? 200 კმ/სთ. მსგავსი დახრისას. შეურაცხადები. ბოლოს კი ამ ღონისძიების ეკონომიკურ სარგებელზეც უნდა ვისაუბროთ. ამ წარმოუდგენელი რიცხვების შემდეგ უბრალოდ მიხვდებით, რომ მას არავინ აკრძალავს. მხოლოდ 2019 წელს თითის რბოლებმა მენის კუნძულის ეკონომიკას დაახლოებით 37 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოუტანა. პანდემიის დროს კი რბოლების დახურვა მენის 246 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჭდა. საქმე სწორედ ამაშია. თითის რბოლები კუნძულის ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, ალბათ აღარ იკითხავთ თუ რატომ არ იღებს ხელისუფლება ამდენი ფატალური შემთხვევის შემდეგაც რბოლების შეჩერების გადაწყვეტილებას. პასუხს თავადაც მიხვდებოდით. სინამდვილეში შეჯიბრების დაწყებიდან მოყოლებული თითი მხოლოდ რამდენჯერმე არ ჩატარდა. ყველა შემთხვევაში მიზეზი გარე, რბოლისგან დამოუკიდებელი ფაქტორი იყო. მათ შორის პირველი და მეორე მსოფლიო ომი, COVID-ის პანდემია და 2001 წელი, როდესაც ინგლისში გაურკვეველი დაავადება მძვინვარებდა. მაგრამ მოდის სულ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და ვიკითხოთ. აინტერესებს კი ვინმე საერთოდაც ჩვენი აზრი. შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არაფრის ფასად არ ღირს. მაგრამ დაგვეთანხმებიან ოდესმე ამაში თითის თავზე ხელაღებული მრბოლელები, ან მათზე მეტად შეპყრობილი გულშემატკივრები. ნუ თუ შესაძლებელია, რომ ჩვენ მათი ცხოვრება უფრო მეტად გვიყვარდეს. მათ ხომ ეს რისკი გააზრებული აქვთ და მაინც ჯიუდად თვითმკვლელ რბოლებში ფრენას განაგრძობენ. თითის შეშლილი მრბოლელები ამას საკუთარინებით აკეთებენ. იქნება ეს დიდების, სიმდიდრის თუ უბრალოდ ადრენალინის გამო. თუ მაიკლ დანლოპი, რომელსაც ოჯახის თითქმის ყველა წევრი რბოლაში დაეღუპა და 21 ტიტულის მოსაპოვებლად დაბრუნდა, ამტკიცებს, რომ თითი არასდროს უნდა შეწყდეს. ვინ ვართ ჩვენ, რომ საპირისპირო ვთქვათ? თითქოს და სპორტის სხვა სახეობებში ადამიანები არ ეღუპებიან. მაგალითად, წლების განმავლობაში ევერესტის დაპყრობის სურვილს 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, პროფესიულ კრიბს 500-ზე მეტი. მიუხედავად ამისა, სპორტის ეს სახეობები არსებობას განაგრძობენ და იშვიათად რომ ვინმე მათ აკრძალვაზე რაიმე თქოს. ასე და ამგვარად. ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. ყველა ფაქტის გათვალისწინებით უნდა აიგრძალოს თუ არა ეს რბოლა. ახლა უკვე შეგიძლიათ ამ კითხვას პასუხი რიგი არგუმენტებით შეიარაღებულებმა გასცეთ. არ გემშვიდობებით, კომენტარებში შევხვდებით.